სამგორის მეტროში გარდაცვლილი გოგო 21 წლის სტუდენტი მარიამ ტყემალაძეა. ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაავრცელა. ახალგაზრდა 2 დღის წინ მეტროში შეუძლოდ გახდა სასწრაფო დახმარების ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ამერიკის შეერთებულ შტატებში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად 10 ქვეყნის მოქალაქეს სავიზო დეპოზიტის გადახდა აღარ მოუწევს, თუმცა შეღავათი საქართველოს მოქალაქეებზე არ ვრცელდება. ისინი, ვისაც მატჩებზე დასასწრები ბილეთები აქვთ, $5,000-დან $15,000-მდე სავიზო დეპოზიტის მოთხოვნისგან თავისუფლდებიან. ამერიკის საელჩოს განცხადებით, ამ ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო არ არის. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის კიდევ ერთი აეროპორტიდან იწყება ფრენები. 10 ივნისიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება კალუგის საერთაშორისო აეროპორტიდან. ფრენებს რუსული ავიაკომპანია კვირაში 2 ჯერ შეასრულებს. საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით სოხუმის აეროპორტში რუსულმა ავიაკომპანიებმა ფრენები 1 წლის წინ განაახლეს. უკრაინამ რუსეთის სიღრმეში ფრონტის ხაზიდან 1000 კილომეტრის მოშორებით სამხედრო ობიექტებზე მასშტაბური იერიშები მიიტანა. ერთ ღამეში განადგურდა რუსული თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენი საბრძოლო მასალით დატვირთული გემი, საზენიტო სარაკეტო სისტემები და კავშირგაბმულობის კვანძები. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოპერაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს.